ჩვენ კანონი გვეუბნება რომ გზის საფარიო სამი კატეგორიისაა ასფალტიანი ხრეშიანი და მიწის გრუნტიანი, მიწიანი ვთავთ. სამწუხაროდ საქართველოში პრივილეგიას ანიჭებს ის კატეგორია, ვინც აზზე არ არის კანონთან მიმართებაში, დიდ მანქანებს, ჯიპებს, კარგი პრივილეგირებული ნომრებით და როგორც კი დაინახავენ სოფელში, რომ ვიღაცა ნაცრისფერი თუ შავი ჯიპით მოდის, კაი ნომრები აქვს, ატარებენ იმას. კანონი გვეუბნება, ხედავ, სამი კატეგორიის ის ხდებაო, გრუნტიო, ასფალტიანი, ხრეშიანი, მიწიანი. თვითონ ეს უკვე ესეთი დაყოფა გზის გვეუბნება, რომ ეს თუ პარლამენტის წევრია მაგალითად, მაგრამ მიწის გრუნტიანზეა, ხო? პირველი ვინ წავა ახლა შენი აზრით? პირველი უნდა წავიდეს ესა, ვინც ასფალტიანზეა. ანუ აი ეს ძღოლი უნდა წავიდეს პირველიო. რატო? იმიტომ რომ ასფალტიანია იმის გზა. მიხდი? ესე იგი ასფალტი, ხრეში, მიწა. არ არის არც შუქნიშანი, არ აყვავს არც პატრული, მომრეგულირებელი. არავინ არ არის, არავითარი ნიშნები არ აქვს, სადღაც სოფელში ვართ, ამ გადაკვეთაზე და აი ესეთ გაუგებრობაში ვართ. პირველი წავა ესე იგი რაო, ასფალტიანი ხო? ასფალტი. წავიდა ასფალტიანი. მერე რომელი წავა? ხრეშიანი წავა. მერე წავა ეს პატრიცებული პარლამენტის წევრი, რომელიც მიწის გრუნტიანზე იყო, რაც საქართველოში იგნორირებულია სამწუხაროდ. ჩვენთან მანქანის პრივილეგიას განსაზღვრავს მანქანის მარკა და მანქანის სახელმწიფო ნომერი. ესე ვართ საუბედუროდ გაუნათლებლები. განათლებულ სიტუაციაში როგორც გითხარი, ესეა. გავიგეთ? კი. ძალიან კარგი.